და განვაგრძობთ გამოშვებას. ჟენევის მოლაპარაკება ისე დასრულდა, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ვერ შეძლო. რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრის მეორე ნაწილი დატოვეს, რის გამოც დევნილთა დაბრუნების ახალგორიის ბუნებრივი აირითა და წყლით მომარაგების, ასევე გამყოფ ხაზებზე გადაადგილების საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა. ქართული მხარე იძულებულია ამ საკითხის შემდეგ რაუნდზე მარტში დაუბრუნდეს. თემაზე დავით ახვლედიანი მუშაობს. დიახ, ვასილ, დღეს მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარიაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზური და სამხრეთოსური მხარეები ერთგვარ საშინაო დავალებას ასრულებდნენ. დატოვეს რა ჟენევის მოლაპარაკებათა 22 რაუნდის მეორე ნაწილი, სადაც ქართულ მხარეს სურდა ჰუმანიტარული საკითხების წამოჭრა, კონკრეტულად ეს საკითხები ეხებოდა ახალგორის რაიონში ბუნებრივი აირის შეყვანას და ქართველ დევნილთა დაბრუნების საკითხებს. თუმცა ეს შეხვედრა აფხაზურმა და სამხრეთოსურმა მხარეებმა დემონსტრატიულად დატოვეს და მათ ასევე გაყვნენ რუსული მხარის წარმომადგენლები. სამწუხაროდ აფხაზი და ოსი მონაწილეები რაღაც გარკვეული შიდა თუ საშინაო დავალებით ჩამოვიდნენ და მათ არ გაითვალისწინეს, რომ ახალ ხელისუფლებასთან ალბათ ჯობდა უფრო მეტი კონსტრუქციული ნაბიჯები გადაედგათ. ეს მიუღებელია დემარშები მით უმეტეს პირველ შეხვედრაზე. ჩემს აზრით ამ შემთხვევაში აფხაზური და ოსური დელეგაციები მოქმედებდნენ რუსეთის კარნახით 22 რაუნდს ეცრებოდნენ ასევე ევროკავშირის გაეროს აშშ-ის წარმომადგენლები და იქიდან გამომდინარე რომ ხვალ დაგეგმილი არის უკვე რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა, ასე ვთქვათ, პირისპირ შეხვედრა ერთ-ერთზე შესაძლებელია რუსულ მხარეს ინტერესებში შედის მხოლოდ და მხოლოდ შუამავლის გარეშე გარკვეული შეხვედრების ჩატარება. სწორედ ასე აფასებენ ქართველ ექსპერტთა ნაწილი ჟენევის მოლაპარაკებათა 22 რაუნდის დატოვებას აფხაზური და სამხრეთოსური მხარეების მიერ, ანუ რუსეთის კარნახით გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და ჩვენ ამ თემაზე ვამზადებთ სიუჟეტს, რომელსაც 9 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მადლობა დავით.